მეცადინეობა 81. მესამე ნომრის მეშვიდე ქვენომერი. მოცემული გვაქვს გეომეტრიული პროგრესია, რომელშიც წევრთა რაოდენობაა 5, ესე იგი n უდრის 5. ნიშნულია 3/4, q უდრის 3/4. და მეხუთე წევრია 1.115 მოგეთხოვება განვსაზღვროთ ამ პროგრესიის პირველი წევრი და 5 წევრის ჯამი. ვისარგებლოთ გეომეტრიული პროგრესიის ზოგადი წევრის ფორმულით. ანიშნაგით n უდრის აპირველის ნამრავლი ქუხარისხად n-1 და გავშალოთ პროგრესიის მეხუთე წევრი. მივიღებთ ანიშნაგით 5 უდრის აპირველის ნამრავლი ქუხარისხად 4. თუ გავითვალისწინებთ, რომ ანიშნაგით 5 უდრის 1.115 და q უდრის 3/4, მაშინ ჩასვლის შემდეგ გამარტივებით და გამოთვლით მივიღებთ აპირველი უდრის 6. ახლა ვისარგებლოთ გეომეტრიული პროგრესიის წევრთა ჯამის გამოსათვლელი ფორმულით. ეს ნიშნებით n უდრის აპირველის ნამრავლი f- ქუხარისხად n-ის ფარდობას f-q-სთან. ამ ფორმულით ვისარგებლოთ და განვსაზღვროთ პროგრესიის 5 წევრის ჯამი. ეს 5 იქნება აპირველის ნამრავლი f- ქუხარისხად 4-ის ფარდობას f-q-სთან. თუ გავითვალისწინებთ აპირველისა და q-ს ნიშნულობებს, მაშინ მივიღებთ ამ პროგრესიის 5 წევრის ჯამს. განვიხილოთ მესამე ნომრის მერვე ქვენომერი. მოცემული გვაქვს გეომეტრიული პროგრესია, რომლის ნიშნელია 2. წევრთა რაოდენობაა 12 და ეს ნიშნაგით 12 წევრის ჯამია 4095. უნდა განვსაზღვროთ ამ პროგრესიის პირველი წევრი და მე-12 წევრი. ვისარგებლოთ წევრთა ჯამის გამოსათვლელი ფორმულით. ეს n უდრის აპირველის ნამრავლი f- ქუხარისხად n-ის შეფარდება f-q-სთან და გავშალოთ პროგრესიის პირველი 12 წევრის ჯამი. ეს 12 უდრის აპირველის ნამრავლი f- ქუხარისხად 12-ის შეფარდებას f-q-სთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოცემული 12 წევრის ჯამია 4095, ნიშნელია 2, მაშინ მიღებული ტოლობიდან ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ აპირველი. აპირველი იქნება გამოთვლის შედეგად მივიღებთ, რომ აპირველი უდრის f. ახლა ვიპოვოთ მე-12 წევრი. თუ ვისარგებლებთ ზოგადი წევრის ფორმულით, მივიღებთ a ნიშნაგით 12 უდრის აპირველის ნამრავლი ქუხარისხად 11. ეს უდრის 1-ის ნამრავლი 2 ხარისხად 11. არის 2048. ამრიგად პირველი წევრია 1 და მე-12 წევრია 2048.